თქვენ უსმენთ პოდკასტს რადიო მაესტროზე. თავისუფლების, შერიგებისა და დემოკრატიის სიმბოლო ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ანტიაპარტეიდული მოძრაობის ლიდერი იყო, რომელმაც ციხეში რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამო 27 წელი გაატარა. 1994 წელს აპარტეიდის დასრულების შემდეგ მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. ისტორიული ფიგურა 2013 წლის 5 დეკემბერს 95 წლის ასაკში საკუთარ სახლში იოჰანესბურგში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მაგრამ საინტერესოა ის, რაც მანამდე მოხდა. 2000-იანი წლების დასაწყისში ათასობით ადამიანმა სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე განაცხადა, რომ მათი მოგონებები მანდელას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განსხვავდებოდა რეალობისგან. ადამიანებს ახსოვდათ, რომ მანდელა 1980-იან წლებში ციხეში გარდაიცვალა. ზოგს კი გონებაში დარჩა კადრები მისი დაკრძალვის პირდაპირ ეთერიდან. მოგვიანებით ამგვარი მცდარი კოლექტიური მეხსიერება ერთი სახელის ქვეშ გაერთიანდა. ფენომენი კი დღემდე იწვევს დისკუსიას. ეს უბრალოდ მეხსიერების ბუნებრივი შეცდომაა, საზოგადოებრივი გავლენა, რომელიც ერთ მცდარ წარმოდგენას მასობრივ სიმართლედ აქცევს, თუ მაინც არსებობს შესაძლებლობა, რომ საქმე გვაქვს რეალობის იმგვარ ბუნებასთან, რომელიც ჩვენს აღქმას ცდება. დღეს მოგითხრობთ მანდელას ეფექტზე. ტერმინი მანდელას ეფექტი პარანორმალური მოვლენების მკვლევარსა და ავტორს ფიონა ბრუმს ეკუთვნის. ამ სიტყვათა ერთობლიობით მან თავისი ყალბი მოგონებები აღწერა ნელსონ მანდელაზე. ბრუმის თქმით, მისი მოგონებები მანდელას გარდაცვალებაზე იმდენად კონკრეტული იყო, რომ ახსოვდა მის დაკრძალვაზე მანდელას ქვრივის წარმოთქმული სიტყვა და გარკვეულ ქალაქებში მომხდარი აჯანყებებიც კი. მოგვიანებით, როცა გაიგო, რომ მანდელა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ბრუმმა საკუთარი მოგონებები გაუგებრობას დაუკავშირა. 2009 წელს ერთ-ერთ კონფერენციაზე, სადაც ფანტასტიკისა და სამეცნიერო ფანტასტიკის თემები განიხილებოდა, ბრუმმა შენიშნა, რომ ბევრს იგივე მცდარი მოგონება ჰქონდა. ნელსონ მანდელა ციხეში გარდაიცვალა. მსგავსი იყო დეტალებიც. ბრუმმა შექმნა ვებგვერდი. ეფექტს სახელი დაარქვა და პირველი სტატიაც დაწერა. ათასობით კომენტარის საშუალებით ადამიანები იწყებდნენ საერთო მოგონებების აღმოჩენას, რომლებიც რეალობას არ შეესაბამებოდა და მანდელას ეფექტი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ფენომენი იმდენად პოპულარული გახდა, რომ 2019 წელს შექმნეს ფილმიც სახელწოდებით The Mandela Effect. მას შემდეგ ფენომენი მალევე იქცა ერთგვარ საკვებად შეთქმულების თეორეტიკოსებისათვის. ცრუ მოგონებები იმდენად ძლიერი და სპეციფიკურია, რომ ზოგიერთი ადამიანი მათ ალტერნატიული განზომილების არსებობის მტკიცებულებად მიიჩნევს. ამის გამო მეცნიერულმა კვლევებმა მხოლოდ მანდელას ეფექტი შეისწავლა, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ ვრცელდება ინტერნეტში შეთქმულების თეორიები. აღსანიშნავია ისიც, რომ ნელსონ მანდელა ამ ფენომენის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი არ არის. მანდელას ეფექტი სხვა ისტორიულ ფიგურებსაც შეეხო. მაგალითად, ინგლისის მეფეს ჰენრი მერვეს. ბევრს მკაფიოდ ახსოვს მისი პორტრეტი. თითქოს მას ხელში ფრინველის ნაწილი, ინდაურის ფეხი უჭირავს. რეალობაში მსგავსი ნახატი არ არსებობს. კიდევ ერთი გავრცელებული კოლექტიური ცრუ მოგონება უკავშირდება დედა ტერეზას. ბევრს ახსოვს, რომ მისი კანონიზაცია 1990-იან წლებში მოხდა. თუმცა ის წმინდანად მხოლოდ 2016 წელს შერაცხეს. მანდელას ეფექტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ვიზუალურ მეხსიერებას უკავშირდება, განსაკუთრებით ლოგოებსა და პოსტერებს. საუბარია შემთხვევებზე, როდესაც ათასობით ადამიანს ერთსა და იმავე გამოსახულებაზე ერთნაირი, მაგრამ მცდარი დეტალი ახსენდება. მაგალითად, შოკოლადის ბრენდ კიტკატის ლოგო, რომელსაც უამრავი ადამიანი დეფიციტ აღწერს. ოფიციალურ ლოგოში დეფიცი არასოდეს ქონია. მანდელას ეფექტის ალბათ ყველაზე ცნობილი მაგალითი სამაგიდო თამაშ მონოპოლიას პერსონაჟს უკავშირდება. ოფიციალურ ლოგოზე ასახულია კაცი წვერით, ცილინდრითა და ხელჯოხით. თუმცა ინტერნეტში ამბობენ, რომ მას მონოკლი ეკეთა. სინამდვილეში არასოდეს.
ვიზუალური მანდელას ეფექტი განსაკუთრებით დამაბნეველია, რადგან აქ საქმე არა თარიღებსა და ფაქტებს ეხება, არამედ სურათებს. იმას, რასაც ვხედავთ და მაინც მეხსიერება ამ შემთხვევაშიც გვატყუებს. მკვლევრებმა ამ ფენომენის ახსნის რამდენიმე შესაძლო გზა შემოგთავაზეს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ადამიანები ერთმანეთში ურევენ მონოპოლიის პერსონაჟს და სხვა ცნობილ სარეკლამო ლოგოს, Mr. Peanuts, რომელსაც ნამდვილად აქვს მონოკლი. სწორედ ამ ვიზუალური მსგავსების გამო მეხსიერება თითქოს ავსებს მონოპოლიის კაცის სახეს იმ დეტალით, რომელიც რეალურად არასოდეს ჰქონია. გარდა ამისა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევართა ვარაუდით, ადამიანებს მონოკლი ახსენდებათ იმიტომ, რომ ელიან მის არსებობას. მონოპოლიის კაცი ხომ სიმდიდრისა და მაღალი სოციალური სტატუსის სიმბოლოა. ცილინდრი, კოსტიუმი, ხელჯოხი. ჩვენს წარმოდგენაში ასეთ ფიგურას თითქოს უნდა ჰქონდეს მონოკლიც და მეხსიერება ამ მოლოდინს რეალობად აქცევს. ვიზუალური მანდელას ეფექტი მხოლოდ ლოგოებით არ შემოიფარგლება. გახსოვთ ჰუმანოიდი 1977 წლის ფილმში ვარსკვლავური ომები, ბევრს ჰგონია, რომ მისი კორპუსი მთლიანად ოქროსფერი იყო. რეალურად კი ერთ-ერთი ფეხი ვერცხლისფერი ჰქონდა. ან ავიღოთ პიკაჩუს ყვითელი პოკემონი, რომლის კუდის წვერზე, როგორც ინტერნეტში ხშირად ამტკიცებენ, შავი ნიშნული იყო. სინამდვილეში მისი კუდი მთლიანად ყვითელია. სიტყვიერი დეტალებიც ხშირად ქმნიან მცდარ მოგონებებს, განსაკუთრებით ცნობილი ფილმების დიალოგების შემთხვევაში. მაგალითად, დიალოგი 1927 წლის მულტიპლიკაციური ფილმიდან „ფიფქია და 7 ჯუჯა“. ფრაზა ასე ჟღერს ინგლისურად „Magic mirror on the wall“. ჯადოსნურო სარკე. ხშირად მცდარად იხსენება როგორც „Mirror mirror on the wall“. სარკე. ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ მანდელას ეფექტი მხოლოდ ვიზუალურ მოგონებებს არ ეხება. ჩვენი გონება სიტყვიერ დეტალებსაც სასწორად ინახავს, მაშინაც კი, როცა რეალობა სხვაგვარია. ეს მაგალითები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, ჩვენი გონება არა მხოლოდ იხსენებს, არამედ აწყობს, ავსებს და ზოგჯერ ასწორებს რეალობას ისე, როგორც თავად მიაჩნია ლოგიკურად. და სწორედ ამ შეუმჩნევალ რედაქტირებაში იბადება მანდელას ეფექტი. მანდელას ეფექტის ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი გეოგრაფიასაც ეხება. სად მდებარეობს ახალი ზელანდია ავსტრალიასთან მიმართებით? თუ რუკას ვხედავთ, რომ ახალი ზელანდია ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. თუმცა არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც დარწმუნებით ამტკიცებს, რომ მათ ახსოვთ ახალი ზელანდია ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს მაგალითი განსაკუთრებით დამაბნეველია, რადგან აქ საქმე არც ფილმის ფრაზას ეხება და არც ლოგოს დეტალს. აქ საუბარია რუკაზე, გეოგრაფიულ რეალობაზე, რომელსაც თითქოს ობიექტურად უნდა ვხედავდეთ. ზოგადად, მანდელას ეფექტის მიზეზებზე უამრავი თეორია არსებობს. მეცნიერების მიდგომა ხშირად განსხვავებულია. ყველაზე ხშირად მოხსენიებული ვარიანტი კი ძალიან მარტივია. ადამიანები ხანდახან საკუთარ მცდარ მოგონებებს სხვებს უზიარებენ, ამით ხელს უშლიან სხვათა მეხსიერების სისწორეს. მეორე გავრცელებული ახსნა არის კონფაბულაცია. პროცესი, რომლის დროსაც ტვინი მეხსიერებაში არსებული ხარვეზების შესავსებად არასწორ ინფორმაციას ამატებს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა მართლაც იპოვეს გარკვეული მტკიცებულება ვიზუალური მანდელას ეფექტის მიზეზებზე, თუმცა საბოლოოდ დაადგინეს, რომ ფენომენი ერთ კონკრეტულ მიზეზს არ უკავშირდება. ინტერნეტში კი ვრცელდება უფრო კრეატიული თეორიებიც. ზოგი მეცნიერებაზე დაფუძნებულია, ზოგი კი სულაც ფანტასტიკის ჟანრიდან მოდის. ერთ-ერთი ასეთი ჰიპოთეზა ამბობს, რომ მანდელას ეფექტი შეიძლება ალტერნატიული რეალობების არსებობის მტკიცებულება იყოს, სადაც დეტალები ერთი რეალობიდან მეორეში ხვდება. შედეგად კი, ბევრის მეხსიერებაში მცდარი მოგონებები ჩნდება და საბოლოოდ თავად ინტერნეტი. მისი როლი მასობრივ მეხსიერებაზე გავლენის მოხდენაში არ უნდა დაკნინდეს. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ მანდელას ეფექტი სწორედ ამ ციფრულ ეპოქაში გახდა პოპულარული. ინტერნეტი უზარმაზარი სივრცეა ინფორმაციის გავრცელებისთვის, მაგრამ ამავე დროს ის ხშირად ყალბი ცნობების გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემოა. აშკარა მაგალითია 10 წლის განმავლობაში Twitterზე გამოქვეყნებული 100,000-ზე მეტი ამბავი. კვლევის მიხედვით, ყალბი ინფორმაცია სიმართლეზე დაახლოებით 70% უფრო სწრაფად ვრცელდება. საინტერესოა, რომ ეს შედეგი არ მომდინარეობდა მხოლოდ ბოტების ან მანიპულაციისაგან. ხშირად ყალბ ამბებს რეალური მომხმარებლები ავრცელებენ. ამ ინტერაქტიულ სწრაფ გავრცელებას შეუძლია ახსნას, რატომ წარმოიქმნა მანდელას ეფექტი. როცა თითოეული ადამიანი საკუთარ მოგონებას ან გამოცდილებას უზიარებს სხვებს, მცდარი მოგონებები სხვების მეხსიერებაზეც ახდენს გავლენას.
კვლევები გვიჩვენებს, რომ რაც უფრო ხშირად იხსენებს ადამიანი რაღაც მოვლენას, მით უფრო დარწმუნებული ხდება თავის მოგონებაში, მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში მისი სიზუსტე მცირდება. საბოლოოდ, მანდელას ეფექტთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა. ზოგისთვის ის პარალელურ სამყაროებს უკავშირდება, ბევრის აზრით კი მიზეზი ადამიანის მეხსიერების დაუცველობაში უნდა ვეძებოთ. ახალი შემთხვევების გამოვლენასთან ერთად კი კვლევები უკეთ გამოავლენენ ფენომენის შესაძლო წარმომავლობასა და მიზეზებს.